ხმაური და მძვინვარება არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი ნაწარმოები. ეს არ არის წიგნი, რომელიც შეგიძლია წაიკითხო შესვენებებზე, რომელიც შეგიძლია წაიკითხო გზაში. ეს არის წიგნი, რომლის საკითხავადაც მანამდე გჭირდება გახურება, კითხვის მერე გჭირდება გაწევა, შუა გზაში უნდა შეისვენო და ვიღაცა უნდა დაგინიაოს პირსახოცი, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული საკითხავია მიდგომის და ტექნიკის მხრივ. უილიამ ფოლკნერი თავიდანვე, როცა ამბობს, რომ ჩემს წიგნს ქვია ხმაური და მძვინვარება, საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებს. დასახელება მოდის შექსპირისგან და მაკბეტისგან, ძალიან ცნობილი დიალოგი და ციტატა არის, რომელიც პერიფრაზით დაახლოებით ასე ჟღერს, რომ ეს ცხოვრება არის ამბავი, რომელსაც ყვება გონება სუსტი ადამიანი სავსე ხმაურითა და მძვინვარებით. ძალიან დრამატული და ძალიან ესეთი შთამბეჭდავი სახელია. თვითონ ეს სახელით საკმაოდ ესეთი ლეგენდარულია მსოფლიო ლიტერატურაში. დროსთან მიმართება არის ძალიან საინტერესო ფოლკნერთან, არა მხოლოდ ამ რომანში, არამედ სხვა ნაწარმოებებშიც. კონკრეტულად აქაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ არა თუ თქოთ დანაყოფებსა და თავებს შორის, რამდენიმე სიტყვას შორისაც კი შეიძლება უცებ გასული იყოს წლები და მკითხველის კენარის ეს რაღაცა სამუშაო გასაკეთებელი რომ მიხვდეს, როდის გადავხვდით, როდის ვიყავით წარსულში და როდის ვართ აწმყოში და როდის ავალთ მომავალში. მისი თხრობის მანერაც არის ქაოტური, სავსე ხმაურით და მძვინვარებით და არ არის ხოლმე მარტივი მისდიო შინაარსობრივ ხაზს. თუმცა ღირს ამ ძალისხმევის ჩადება, ღირს რომ ეჭიდაო ავტორს და გაერკვა იმაში რისი თქმა სურს. მოკლედ არ იქნება მარტივი, არ იქნება იოლი მოგზაურობა და ოდისეა. იცოდეთ რომ ხელში გიჭირავთ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დაწერილა. თავის ხარკს მოითხოვს, მოგიწევთ მასთან ჭიდაობა, მაგრამ თუ კი ბოლოში გახვალთ, ჯერ ერთი კიდევ მოგინდებათ წაიკითხოთ და მეორეც ერთი გეცოდინებათ, რომ რაღაცას მიაღწიათ და რაღაცა ღირებული დატოვა ამან თქვენში.